პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. რატომ არჩივიან დედები? თქვენ დამიბრუნეთ ჩემი შვილი. აი ასე ეკავა ხელში ბებიაქას ჩემი შვილი და ხომ გაიგე. ბავშვი მოკვდა. აი აქ გამაბრიყვის სწორედ. ერთ სამარხში ჩაუშვით. წადით და იქ მოძებნეთო ამოძებნეთ თქვენი მკვდარიო. თუ არ აძლევდით დამატებით თანხას, ასე ვთქვათ, ხელზე ყურადღებას არ აქცევდნენ? ფული დარიგდა იქ. რატომ მოხდა ისე რომ დამნაშავედ ასე ვთქვათ, თვლით თქვენათეს? მართალიაო, ელიდამ გაგიყიდაო მაგ ბავშვიო. აბა დეიდა ჩემო, ჩემი შვილი ცოცხალია თქო? დეიდა თქვენი გამოგიყიდათ ნაჯახით. ნაჯახით დაგჩეხავთ, გადავდით, ეს იყო სერიოზული. შემეშინდა ნამდვილად რომ არ დაჩეხოს დედა ჩემის. გადამიგრიხა ეს ხელი და ეს მთლიანად ჩაიდო პირში და კმენს ბავშვზე რა ხდება? ამ ორი ბავშვიდან შეიძლება იყოს ერთი ჩემი. თუ ის არ დაბადებულა გადასულას ჩვენ მას აუცილებლად ვიპოვით. შემეხვიადე გებუდარე. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ბეძებ. დღევანდელი პოდკასტით ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. გულისხმობ იმას, რომ არსებობს ესეთი კითხვები ჩვენს მიმართ, თუ რატომ არჩივიან დედები და რატომ არ იღწრება საქმეები მოპარულ ბავშვებთან დაკავშირებით. აი ამ კითხვებზე პასუხებს გაიგებთ ჩვენ პოდკასტში, ქალბატონი თამარ თუთფერიძისგან. მანამდე კი გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტის სპონსორია ირინა თრეველი, რომელიც არის სახმელეთო სოციალურ და კომერციული ტვირთის გადამზიდი კომპანია. ირინი თრეველის საშუალებით ამანაც გაგზავნა შეგიძლიათ ევროპის არაერთ ქვეყანაში, საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში და ასე შემდეგ. კომპანიას 40 ოფისი აქვს საქართველოს მასშტაბით. შოპინგის მოყვარულებისთვის კი დაამატეს პლატფორმა G-Line-G, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სასურველი ნივთის გამოწერას საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და ჩინეთიდან ყველაზე ბიუჯეტურად. რაც შეეხება ჩვენს პოდკასტს, ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, ანუ იმ ადგილას, სადაც იწერდება, რაც კი პოდკასტი არსებობს საქართველოში ყველა პოდკასტი და თუ დრო ექნება, შეგიძლიათ დაუკავშიროთ თქვენი სასურველი პოდკასტის ვიდეოც, ვლოგის, ინტერვიუც, ჩაწეროთ იმ ადგილას, სადაც იწერება პოდკასტი ბეძებ. და აქვე სანამ სტუმარს წარვადგენ, ძალიან მოკლედ ვიტყუდი, რომ ჩემს გარეგნობაზე როგორც ყოველთვის ზრუნავს სილამაზის ცენტრი Good Look, რომელიც მდებარეობს მირიან მეფის 9 ნომერში. რაც შეეხება ჩვენს სტუმარს, ჩვენი სტუმარი გახავთ ქალბატონი თამარ თუთფერიძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და სტუმრობისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი ქალბატონო თამარ წერს ხოლმე კომენტარებში, ვისაც ჩვენი ბედი არ გამოვლე და ვინც არ იცის რა ხდება, წერს ხოლმე კომენტარებში, რომ აი რატომ არჩივიან დედები? რატომ არ შეაქვთ სარჩელი? რატომ არ იძიებენ? და ამ დროს ადამიანები, რომლებიც შივიან, დგანან ძალიან ეს მძიმე რეალობის წინაშე. თქვენ ხართ ერთ-ერთი ადამიანი იმ ცოტა დედებს შორის, რომელმაც შეიტანა სარჩელი და დღეს გავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ თქვენ აქეთ პირიქით გიჩივიან და თქვენ გამოგიყვანეს ასე ვთქვათ დამნაშავე. თუმცა სანამ აი ამ დეტალებზე ვისაუბრებ, ჯერ მინდა რომ თავიდან დავიწყოთ თქვენი ბავშვის გაქრობის ისტორიით. დიახ, მივესალმები მაყურებელს და მოგესალმებით თქვენ. და აუცილებლად პირველ რიგში მინდა მადლობა მოგიხადოთ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ დამიბრუნეთ ჩემი შვილი. მიუხედავად იმისა, რომ მე ჯერ ის მთლიანად მიგნებული არ მყავს. დიდი მადლობა ასევე გვერდვეძების მოდერატორებს, განსაკუთრებით ქალბატონ იაყველაშვილს, რომელიც დღემდე მიდგას გვერდით. ერთი სიტყვით 1988 წლის 7 აგვისტოს დამეწყო სამშობიარო ტკივილები და მისული ვიყავით ქუთაისის მესამე სამშობიაროში ჯავახიშვილზე. მან მითხრეს, რომ ყველაფერი ნორმალურად არის, ბავშვი შემოbrunებულია, სამთითზე გახსნელი ყელი, სწრაფად გადადით პირველ სამშობიაროში, გზაში არ იმშობიარო. ჩვენ კლინიკაში რატო იყავით მისული? ჯერ სხვაგან რატო მიხვედით და მე სხვაგან რატო წახვედით? იქ ვაპირებდი მშობიარობას, საკმაოდ ცნობილი, კარგი კლინიკა იყო ეს მესამე სამშობიარო, მაგრამ რადგანაც თვითონ გასცეს ბრძანება, რომ სწრაფად გადადი პირველ სამშობიაროში, შეკითხვაც არ დაგვისვამს. მე ვერც გაბედავდი, ისეთი დრო იყო, რომ ექიმებს ზედმეტ შეკითხვას ვერ დაუსვამდი. მიუხედავად მაგისა, რომ მე თავი არ დამიზოგია, რაც მაინტერესებდა, ყველაფერში ვსვამდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეკითხვას. ძალიან ლანძღავდნენ მაგის გულისთვის, მაგი რო იცოდე სამედიცინო უნდა და დაამთავრო, მაგრამ ჩემი მშობიარობა დიდხანს რადგანაც გაგრძელდა, მე ხვდებოდი იძულებული, რომ მლანძღონ და გავიგო რა ხდება ჩემს თავზე. ამასობაში თქვენი ნათესავი, ანუ დეიდა თქვენი მუშაობდა სამშობიაროში, ხო? დეიდა ჩემი მუშაობდა პირველ სამშობიაროში და დეიდა თქვენთან რატომ არ მიხვედით?
დეიდაჩემთან ჯერ ერთი არ მქონდა კარგი ურთიერთობა დეიდაჩემს და ჩემს მშობლების ოჯახს. კონფლიქტი ჰქონდათ ერთად? ძალიან მძიმე რაღაც ცუდი რაღაც ჰქონდა გაკეთებული დეიდაჩემებს დედაჩემთან და მამაჩემთან და ამიტომ იყო რომ პირდაპირ მესამე სამშობიაროში წავედით. იქ მუშაობდა მესამე სამშობიაროში და ახალი გადასული იყო პირველში. უკვე ეჭვი მიჩნდება იმასთან დაკავშირებით რომ რაღაც აქ დეიდაჩემი მესამე სამშობიაროშიც ფიგურირებს, მიდო გამიშვეს პირველში. თუ არაფერი არ მჭირდა, ყველაფერი კარგადაა, ბავშვი შემოbrunებულია და გზაში არის მშობიარო სწრაფად გადადი პირველ სამშობიაროში, რატომ იქ არ გამოვიდეს? სამწუხაროდ ჩვენ ამაზე ახლა პასუხები არ გვაქვს და ვერც ვერავის დავადანაშაულებთ რეალურად რატომ მოხდა თქვენი გადაგზავნა. უბრალოდ თქვენ არ წახვედით თქვენ ათესავთან სამშობიაროდ, იმიტომ რომ თქვენი ოჯახი იყო კონფლიქტში და ამიტომაც არის მშობიარო. ახალი შერიგებულები იყვნენ, არ ვიყვნენ კარგად ერთმანეთში და ამიტომ თითქოს და არ შევაწუხეთ. გადავედი თუ არა პირველ სამშობიაროში, მაშინვე მომათავსეს მესამე სართულზე. დღეს ვგებულობ, თორე მაშინ არაფერი არ ვიცოდი, რომ ეს ყოფილა პათოლოგიური განყოფილება. ესე იგი, თითქოს და რაღაც მჭირდა და მაჩერებდნენ იმის გამო, რომ ესე იგი, იმ პირველ სამშობიაროში უკვე მუშაობდა დეიდაჩემი ექთნათ ჩვიდ ბავშვთა მომვლელად, მაგრამ მაშინ ქონდა აღებული შვებულება. ეს იყო შვებულებაში. პათოლოგიურ განყოფილებაში დღევანდელი გადასახედიდან მომათავსეს იმის გამო, რომ დეიდაჩემთან შეთანხმებული ექიმები უნდა მოსულიყვნენ და მანამდე რა ხდება, რატომ არ მშობიარობს ქალი? ხომ იკითხავდა ჩემი ხალხი, თითქოს და რაღაცა მჭირდა და მიტომ ვიყავი პათოლოგიურში. სინამდვილეში, როგორც კი შევედი და მომათავსეს მესამე სართულზე, შემიყვანეს ბლოკში, დამირგეს წვეთოვანი და ცოტა ხანში მომეხსნა სამშობიარო ტკივილები. ეს სამშობიარო ტკივილებიც აღარ მაწუხებდა და ფაქტიურად ვიყავი შესანიშნავად არაფერი არ მაწუხებდა. საქმე იმაშია, რომ მის მერე მე სამშობიარო მაგიდიდან აღარ ჩამომსვეს. გამიყვანდნენ საღამოს სამშობიაროდ გამზადებულ ქალების ოთახში, დილით ისევ გამომიყვანდნენ. რამდენი დღე გრძელდებოდა? აი 7 აგვისტოს ხომ შევედი, 7 აგვისტოს მიმიღო ამ განყოფილების განყოფილების უფროსმა სახელდაგვარი თუ შეიძლება ვიტყვი განყოფილების უფროსი. მესამე სართულის განყოფილების უფროსი იყო თაილი ყურაშვილი, მაგან მიმიღო, მაგან დამახვრევია წყლები 7 აგვისტოს და თან გამოაცხადა ეს ქალი ხვალამდე არ იმშობიარებს. 8 აგვისტოს უკვე საღამოს ხანს ჩემს თვალს წინ ამშობიარეს ქალი, დააბადა მკვდარი ბიჭი, წინასწარ ამბობდნენ რომ მკვდარი ყავს მუცელში, დააბადა მკვდარი ბიჭი, ერთმა გოგომ იმშობიარა შესანიშნავი მშობიარობით ტყუპი გოგოები დააბადა, რომელიც მესამე დღეს ჩემთან ჩამოიყვანეს ოთახში და გოგონამ თქვა რომ ჩემი შვილებიცო გარდაიცვალენ და სამშობიარო სასაფლაოზე დაგძელენ. ესე იგი ტყუპები არაჩვეულებრივი მშობიარობა, ძალიან წყნარი ქალსაც ბავშვების წყნარები, ასეთი მდგომარეობა. ახლა რა ვიცოდით მაშინ? და მეორე დღეს, ესე იგი 8 აგვისტოს საღამოს უკვე ვხედავ თაისა, ავიც გვარისხმა შეიძლება ვიკავი არა. ჩვენ ხო არ ვადანაშაულებთ, არა, ჩვენ უბრალოდ ყვებით რა მოხდა, ვინ იყო ექიმი. მე ვყვები და გაანალიზოს ხალხმა, გამოიტანოს განაჩენი. თაისა გძელიძე გამოჩნდა უკვე დღის მეორე ნახევარში 8 აგვისტოს და მანამ მშობიარა ეს ხალხი, ვინც ახლა ვთქვი და 8 აგვისტოს უკვე საღამოს ხანს 12 საათზე უკვე მე ჩამომსვეს სამშობიარო მაგიდიდან და მთელი ღამე დავდიოდი დერეფანში. 8 აგვისტოს საღამოს ჩემმა მთელმა სანათესაომ იმის გამო რომ 7 აგვისტოს ჩემს სანათესაოს გამოუცხადეს რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა, ეს იყო გოგი კანკავა, ზურიკო მურღულიას ანესთეზიოლოგი, ზურიკო მურღულია მაშინ დირექტორის მოადგილე ყოფილა, მაგის ანესთეზიოლოგი გოგი კანკავა გამოსულა და უთქვა ჩემი ხალხისთვის რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაო, თუ გადავარჩინეთ ან ქალი ან ბავშვი, დიდი მისწრებაო, შეგვეთ ამასო. ამ დროს თქვენ სეირნობთ სამშობიაროში. მე დერეფანში დავდივარ, არ მაწუხებს არაფერი. და თქვენ არ გქონდეთ თქვენ ოჯახთან კომუნიკაცია, ანუ ოჯახმა არ იცოდა რომ თქვენ. აი მე ხომ რომ შევედი სამშობიაროში, დამსვეს სამშობიარო მაგიდაზე 8
აგვისტოს ღამის 12 საათამდე მე ვიყავი მაგიდაზე. ღამის 12 საათზე რომ ჩამომსვეს, მაშინ გავიხედე ერთხელ პანჯარაში, დავინახე რომ სავსეა ეს და სანიტარმა მითხრა რომ უიმეო რა ჭირისუფალი ყოლიაო რამდენიო და ვეღარ შევძელი მე მაგათი დანახვა ისეთ სუდად ვიყავი რომ ესე იგი თავს გრძნობდი დამნაშავედ რომ არ მადგა საშველი ვერ მშობიარობდა ამდენი ხალხი წუხს ჩემს გამო მეტი არაფერი. ახლა რა ვიცოდი რა ხდება ჩემ თავზე, ხო? მე ვიბრძოდი შიგნით რაღაცა საშველი დამდგომოდა და ეხლა რა ბრძოლას რას უძახე. ღამის 12 საათია, ხო? ღამის 3 საათამდე ვიარე დერეფანში. საიდანაც საათი იყო დერეფანში კედელზე და მივდიოდი ერთ მხარეზე უყურებ სულ საათს, დაბრუნდები, კიდე ავივლი, კიდე. უკვე ღამის 3 საათია, აღარ შემილია მეტი და შევდივარ, კარები ღია იყო ოთახში. დერეფნის ერთ მხარეზე სამშობიარო ბლოკი, დერეფნის მეორე მხარეზე ექიმის ოთახი, კარები ღია და მთელი ამ 3 საათის მანძილზე ვხედავდი შიგნით, ღამის 12 საათიდან ღამის 3 საათამდე ვხედავდი შიგნით, მაგიდასთან, აი ექიმისადაც უნდა იჯდეს მაგიდასთან იქ ზის თაისა გძელიძე, ხოლო მაგის წინ უზის ზურიკო მურღულია ექიმი. თქვენ ამ ადამიანებმა გამშობიარა ეს? თაისა გძელიძე მამშობიარა, ზურიკო მურღულია მაგრამ იქ იჯდა თაისა გძელიძე. მშობიარობამ როგორ ჩაიარა? მშობიარობა, ეხლა შევედი ჯერ, ვიტყვი ამას რომ შევედი შიგნით და უთხარი მაგეს ან საკეის რო გამიკეთეთ, ან მაშებით მამშობიარეთ რომ აღარა მაქვს მეტი მოთმინება და ძალიან უხეშად მომართა თაისა გძელიძემ რომ წაეთრიე გალო შენ ოთახში, დაეგდე შენ ოთახში, მე ვიცი როდის გამშობიარო და რა გაგიკეთო და ზურიკო მურღულია ეუბნება რომ მიმართავ ასე უხეშად ქალს ცოდვა. გამოვდივარ იქიდან დატოქსული და 6 საათზე ორივე გამოდის კაბინეტიდან, დილის 6 საათზე და ზურიკო მიდის სწრაფინაბიჯებით დერეფანში და თაისა გძელიძე ამბობს რომ მოამზადე თუდვერიძე უნდა ვამშობიაროთ. მაშინვე ძალიან სწრაფად ხდება ყველაფერი, ნათავსებენ სამშობიარო მაგიდაზე და აი ესენი ყველანი ძალიან ბევრი, ასე ვამბობ, თეთრ ხალათიანები იმის გამო რომ სანიტარს ერთას ექიმს ყველას თეთრ ხალათები ეცვა და ჩემი მომზადება უკვე სამშობიარო თუ არა შემოდის ძალიან აჩქარებულად ჩქარი სუნთქვით ძლიერი აღნაგობის მამაკაცი და ამბობს რომ ჩემთან მოვიდა თავთან დამიდგა ხელები გააშალა და აბა წყნარად ეხლა ძალიან ხმაური იყო და აბა ეხლა წყნარად მომისმინეთ ეხლა ვფიქრობ ამ კაცმა გოგი კანკავა იყო ეს კაცი იყო გოგი კანკავა ზურიკო მურღულიას ანესთეზიოლოგი, რომელმაც გამოუცხადა ჩემ ხალხს, ან დედაძლის გადავარჩინოთ იქნება ან შვილი ცუდი მდგომარეობა. ესე იგი ზურიკო მურღულია როგორც ჩანს იყენებდა ასე ვეჭობ ახლა მე ამ გოგი კანკავას. იცით რა არის ხა ესე დადასტურებულად ვერავიზე ვერ ვიტყვი. არა, ნახეთ რა ხდება. მე ტყვილა ისე არ ვიტყვი რამეს, ვეჭობ რომ ვიტყვი, იქ რაღაც აეჭოა. და რატომ? ნახეთ, გაშალა ხელი ამ კაცმა და ამბობს პირდაპირ თქვა. ამოვედი პირველი სართულიდან, გამომიშვა ზურიკო. მოეხმარეთ, ამშობიარეთ ქალი, მოგეხმარებით თუ ამშობიაროთ ქალი და მე მეაქ არაფერი მესაქმება, აქედან მივდივარ. ესე იგი გამაგებია რომ ვინცობა რამე მოხდეს, მე მხოლოდ გამშობიარე. ხო, ანუ ანესთეზიოლოგი რეალურად ხო, ანუ ეს ვფიქრობ თუ არა, მაშინ რა ვიცოდი. და აი მართლა რომ არა ეს კაცი მე მოკვდებოდი. რომ არა, აი ცოცხალი რომ იყოს დღეს, ხო ესეთი რაღაცებია, მადლობას გამოუცხადებ. რომ ფაქტიურად მაგან გადამარჩინა. ისეთი ძლიერი დაწოლით მუცელზე 1 საათის მანძილზე მიმდინარეობდა მშობიარობა, როგორც იქნა დაიბადა ბავშვი. 1 საათი მიმდინარეობდა ეს ყველაფერი, საიდანაც 1 საათი, 6 საათზე დაიწყო მშობიარობა, ხო ვიცი. და უკვე 7 საათი იყო, რომ დაიბადა ბავშვი, რადგან ესე იგი სად მახსოვს, ან ეს ჭრილობები, ან მთელი 3 დღის, 8-ში საღამოს ჩემმა მთელმა სანათესავომ ნახა დეიდაჩემი. მოსული ტაქსით, სწრაფად განმოსული ტაქსიდან და სამშობიაროში შესული. თქვენ ნახეთ დეიდა თქვენი? არა, არ შემოსულა თქვენ 3 დღის განმავლობაში დეიდა არ მოსულა. მშობიარობის შემდეგ დეიდა ჩემი არა. ჩემმა ხალხმა ნახა მხოლოდ 8 აგვისტოს საღამოს ტაქსით მოსული, სწრაფად იქიდან განმოსული, სწრაფად შესული სამშობიაროში, ისე რომ ამგეს არ გამოელაპარაკა და იფიქრეს რომ ინამუსა და მოვიდა თამრიკოს დასახმარებლად რომ უკვე მეორე ღამეა, რომ მეორე დღეა. დაღამდა რომ არ არის საშველი და ჩვენ გვეუბნებიან ან ქალი ან ბავშვი.
და მე დეიდაჩემს არც მშობიარობამდე, არც მშობიარობის შემდეგ არ უნახივარ. დასრულდა ეს მშობიარობა, დამიწყო თაისა გრძელიძემ უკვე მოწესრიგება და ნაკერების დაკერვა. თაილი ყურაშვილი გვერდით უდგა ჩემი მშობიარობის დროს და როცა დამიწყო დაკერვა, მაშინ თაილი მუთხრა რომ ცოდვა მიეცი პატარა გამაყუჩებელიო და თაისა გრძელიძემ რა ძალიან კარგათაო ისი აუქნია ხელი ლამის ნევსი შეასოსახი ძალიან ესე იგი ეს ქალი ცდილობდა რომ დავეკალი მაგიდაზე რომ შვილის ზებნის თავი არ მქონდა 100 არ არის ახლა 100 ფიქრობ ჩემ ადგილზე იცით რა არის ზოგადად ანუ ეხა ამის გამო მართლა ვერ დავადანაშაულებთ ვერაფერს რომ ამას იმიტომ აკეთებდი მაგრამ ზოგადად მე არაერთი ედისგან გამიგია რომ არა მარტო ქუთაისში ანუ თბილისშიც იყო შემთხვევები რომ ძალიან უხეშად ექცეოდნენ მშობიარეებს არავინ უხეშად არ მომქცევია მხოლოდ და მხოლოდ თაისა გრძელიძე და როცა დაიწყო რა კერვა აი ესე იგი ხუმრობს და 1 2 ეს და 12-ზე რო ავიდა ხუმრობით და სიცილხარხარით უკვე მე სიკვდილს ნატრობდი მე არ ვიცი აბა რა ქვია ამას ბავშვი როგორ დაიბადა ხო კიდე კარგი რომ ახსენებთ რომ როგორც კი დაიბადა ბავშვი დაიწყო ტირილი მაშინვე ტირილი და დამავიწყდა ყველაფერი რაც აქამდე გავლილი მქონდა აი ასე ეკავა ხელში ბებიაქალს ჩემი შვილი და მე დავყურებდი მაგას თითქმის ახლოს მივედი თავთან შუბლზევით შესივებული თაისა გრძელიძემ იყვირა დახურეთ ფანჯარა როგორც კი დაიბადა ბავშვი და ტირილი დაიწყო დახურეთ ფანჯარა ჩქარა ესე იგი ბავშვის ხმა რო არ გაეგონათ დიდხანს რო ტირის ბავშვი დიდხანს როგორც კი შემოbrunდა იქედან დაეგდე ქალო დაწიე თავი მე მეუბნება რომ ხედა მე თქვი რადგანაც ბავშვი ცოცხალია ხო, ასე გამოდის, ხო? მაგრამ მე ხო ბავშვი უკვე კარგ ხანს უყურე. თან უსმენ ტირის. ბავშვი მალევე გაიყვანეს ოთახიდან? არა, შებრუნდა ბებიაქალი. უკავია ეს ბავშვი თუ ზურგით ამიდგა, დამიმალა ბავშვი, გაუკეთეს იქ ყველა ბევრი, ესე იგი, პედიატრი, თაილი ყურაშვილი, სანიტარი, ეს ბებიაქალი უკავია ხელში და მოაწესრიგეთ. იქ ბავშვი, ესე იგი, ჭიპლარი მოსჭრეს, გააკეთეს ყველაფერი და ბოლოს უკვე რო დასრულდა თითქმის 30 წუთი მაინც ეს ყველაფერი და მე უკვე წყნარად ვარ რას დავეძებ რას მეუბნებიან და რა სიტყვებს მეუბნებიან ბავშვი კარგათაა მე კარგათა ვარ და აღარ დავეძებ აღარაფერს რაც მითხრენ გავაკეთე და ვადევნებ თვალყურს იქ რა ხდება და რომ დაასრულეს ყველაფერი და შეიკიβლა ბებიაქალმა აი აქ გამაბრიყვეს სწორედ გაიყვანეს მაგის შემდეგ ბავშვი ტირი რა შეიკივა ბებიაქალმა რა თქვა ამ წუთში გეტყვით რაც ხდება ბავშვი გაიყვანეს ტირილ-ტირილი. შემოდიან თეთრხალათიანები კარებში და მე ვერ ვეტყვი ახლა ბავშვი რომ მოკვდა. მე ვერ ვეტყვი ახლა ბავშვი რომ მოკვდა. ესე იგი ნახულობენ რა რეაქცია მაქვს. მე ხო ამას დღეს ხვდები თორე მაშინ კი არ ვიცოდი. შეხედეს რომ მე განძრევის თავი არ მაქვს 12 ნაკერდადებული სიცილხარხარში აგდებული ვყავარ ექიმს და ფაქტიურად ესე იგი მოუკვდე რა დასრულდეს ყველაფერი ვეღარ უძლებ ამ წამებას და აგერ კიდე მესმის რომ ბავშვი მოკვდა და მე ვერ ვეტყვი და რო შეხედა ვეღარ ვინძრევი მე მოდის ერთი ფეხაკრებით ესე იგი როეშინია მოკარება ჩემი და ხომ გაიგე ბავშვი მოკვდა და თაისა მეუბნება იქიდან ხო გაიგე მოკვდა ბავშვი გარდაიცვალა всё დასრულდა ყველაფერი შეგვებული ვარ გინა მოიკალე და გინა წამოხტივი და ადგომის დავით არა მაქვს წავიდე და ვეზიო შვილი და აქვე დავამატებ ერთს თუ ბავშვმა 5 წუთი მაინც იცოცხლა უნდა არსებობდეს მისი დაბადების და გარდაცვალების ცნობა თუ 5 წუთზე ნაკლები იცოცხლა ამ შემთხვევაში იწერებოდა მკვდრად შობადობა კი მკვდრად შობილი წერია გაკეთებულია დაბადების მოწმობა. არ არის გარდაცვალების მოწმობა. იმიტომ რომ მკვდრად შობილია იცოცხლა 5 წუთზე მეტი როგორც თქვენ ყვებით. ნახევარი საათი რა. მაგას ვამბობ. მოწესრიგება და გაიყვანეს. ეხლა მაშინ ხო არ ვიცოდ კომუნიზმში როგორ გზდირდნენ ხომ იცით. ზედმეტადაც ვერ დაილაპარაკებდი რამესა ისიც კიდე რასაც ვახერხებდი ეგის ბევრი იყო იმ დროში. და რაც ზეპირად მახსოვს თვითეული ადამიანის ნათქვამის სიტყვა სიტყვის შემდეგ რა სიტყვას ამბობდა აქამდე ხომ მოხდა ესე იგი 7 საათია მე სადღაც 8-15 წუთია რო გამომიცხადეს ბავშვი მოკვდა 5-12 საათზე ჩადიან ჩემი ხალხთან თურმე და ეუბნებიან რომელია მამა კიდე ამ სიტყვამ გადაგვარჩინა წამოდით ამოირჩიეთ თქვენი მკვდარი ესე იგი თუ ამას გადარჩენა ქვია რომ
გადაჩენას ამოირჩეთ თქვენი მკვდარი რას ნიშნავს? ამოირჩიეთ თქვენი მკვდარიო. ჩემი ქმარ და ჩემი მული წავიდნენ ანახეს მინისიკეთ დადებილი გახვეული მკვდარი ბავშვი და თქვენ ერთი და აბა თუ ერთი იყო როგორ ამის შემდეგ მოდის ის რომ ჩემი ქმარი ამბობს მითხარით წამოდით ამოირჩიეთ აგდებს ერთი ბავშვი მოვითხოვ აჩვენოთ მის ჩემ მეუღლეს მის დედას მან გააჩინა ბავშვი აჩვენეთ თუ კი იტყვის რომ ეს ბავშვი ჩემია აუცილებლად მიყვავს ბავშვი ჩემი მული და ჩემი ქმარია შესული ამ ყველაფერზე და მათ ნახეს დეიდა ჩემი ჯერ მთელმა ჩემმა სანათესაომ ჩემმა ოჯახმა ხო ნახა 8 აგვისტოს საღამო შესული დეიდა ჩემი შვებულებაში გასული დეიდა ჩემი რომელიც მე არ მინახავს თვალით არც მოსული და არც მშობიარობის შემდეგ აი მაგათ ჩემმა ქმარმა და ჩემმა მულმა ნახა დეიდა ჩემი იდგა იქ თაილი ყურაშვილთან დაილი ყურაშვილის გვერდით, როცა ანახეს ეს გარდაცვლილი ბავშვი. ხო მოითხოვა ჩემმა ქმარმა ასე რომ დედამის აჩვენეთ, არა? კიო, აბა ესენი იყვნენ არისტოკრატულ დონეზე მოქმედი ამ დანაშაულების ეუბნებიან ჩემ ქმარს და ჩემ მულს რომ ჩაბრძანდით აბაქვევით და გაგირკვევთ ყველაფერს. ესენი ძალიან კულტურულად გაიყვანეს გარეთ რომ ამ ამბავს შიგნით შეხლა შემოხლა არ მოყოლოდა რომ არ მოყოლოდა რომ აბა ნახეთ, აბა ვანახოთ, აბა მივიყვანოთ და ასე შემდეგ მოიშორეს ესენი გარეთ ძალიან წყნარად გაუშვეს დაიკეტა ისკარები და მთელი დღე დააქციეს ყვირილით ყველაფერი რომ სად არის ბავშვი ამდეხა როგორ ვერ აჩვენეთ დედას რომ მოგვეცით წავიყვან არაფერი წავდით აქედან ტყეში კი არ ხართ აი ეს იყო პასუხი აი მთელი სანათესაო დარბოდა იმ დღეს თურმე და არ შემილია არ ვახსენო რომ ბიცოლა ჩემი დაუქცევია კივილით ყველაფერი ფანჯარასა და კარებს შორის დარბოდა მოგვეცით ბავშვი და რას ეუბნებოდნენ არავერი იმ დღეს მხოლოდ ზევიდან უყვიროდნენ წადით აქედან კლინიკაა ტყეში არა ხართ აი ეს იყო პასუხი. ხო დაიღალეს ბოლო-ბოლო საღამოდე დაიქაცენ ყვირილწვილში წავიდნენ ხო? მოვიდნენ მეორე დღეს იგივე მეორდება. და პასუხია ასეთი. კარისკალიდან ითხოვენ იმ დღესაც ითხოვდნენ გამოვიდეს ექიმები და გავცენ პასუხი ექიმები არ გამოდიოდნენ. ძალაუფლების მქონე ხალხი არ გამოდიოდნენ არც ერთი. მეორე დღესაც ითხოვენ ვინ იყო, ვინც ამშობიარა თამარი გამოვიდეს ექიმები მოგცეს პასუხი. არა, არ ჩნდებოდნენ არავინ გარე. თითქმის ჯეროდათ მაგათ რომ ექიმები რასაც აკეთებდნენ, მაგრამ სამტკიცოდ მაინც უნდათ ძირითადად ექიმებისგან პასუხი. ძირითად როლს თამაშობდა კარისკალი ეთერ ფურცხვანიძე, რომ წადით აქედან. გუში ხო გაძლევდნენო ბავშვო, წაგეყვანათო დღესო უკეო, ყველა გარდაცვლილიო, გუშინდელი და დღევანდელი ბავშვები რამდენი წყდებოდა მაინც? ამდენი. სამშობიარო სასაფლაოზეო, ერთ სამ არხში ჩაუშვით. წადით და იქ მოძებნეთო, ამოძებნეთ თქვენი მკვდარიო. ჯერ აიცოდა ჩემმა ხალხმა რომელი იყო თუ მართლა ამდენი ბავშვი ჩაუშვეს. მერე ესე სამი დღის ნაწამები ხალხი. სად წავიდო და ეხლა და მართლა სად ამოძებნი და თუ საფლავში ამდენი ბავშვი თუ იყო რომელ საფლავში სად არსებობდა სასაფლაო სამშობიარო ეზოში თორე აი თქვენ წარმოიდგინეთ სამჯერ სხვადასხვა დროებში ვთხოვე ჩემულს წამოდი წამყევი გეხვეწები წამყევი ვნახოთ სად არის ეს სამშობიარო სასაფლაო დავათვალიერო იმის ჯავრი მქონდა ვაი თუ არ არის სასაფლაო და სადმე ხრამში თუ გადააგდნენ საწოდავი ჩემი შვილი თქო ჩემი გვარით ბიძაშვილი და ჩემთან ერთად გაზრდილი გოგო ექთანი ყოველ დღეში 3-4 შემოდიოდა პირველ სართულზე ნამუშევარა მე ხო მესამე სართულზე ვიყავი დღეში 3-4 შემოდიოდა ეჩურჩულებოდა ამ თეთრ ხალათიანებს მიდიოდა იცე რომ ჩემკენ ერთხელაც არ გამოუხედია ბოდიში გაწყვეტილებთ ამასობაში თქვენს გარდა კიდე სხვა ვინც იმშობიარა იმათი შვილებიც გამოაცხადეს გარდაცვლილებად ეს პირველი და ეს გოგო რომელსაც წყობები გაუჩნდა ეს მესამე ჩამოვიდა თქვენ იმათ თუ ესაუბრეთ ანუ იქ თუ ქონდათ ერთმანეთში კომუნიკაცია რომ გაგეგოთ იმათი ბავშვი და ქვევით რომ იდგნენ თქვენთან თქვენი ნათესავები იმ ადამიანების ნათესავები იყვნენ ქვევით ანუ არც იმათ არ ქონიათ კომუნიკაცია ერთმანეთში არაფერი. მე არ ვიცოდი რა ხდებოდა სამშობიაროს ეზოში. იმათმა არ იცოდნენ რა ხდებოდა სამშობიაროში. თვითონ შიგნით სამშობიაროში. შემდეგ ვარ
უკვე დატოვებული სამშობიარო ბლოკში და მესმის ძალიან ძლიერი ნაბიჯების ხმა და თაისაკ ძელიძის ხმა. ესე იგი თავს იწონებდა რომ ხმა მაღლა გაყვირის, თან მოდის, თან გაყვირის. ფეხის ხმა ხო ვის მესმის? აი ესეთი ჯიქურ სიარული და ისო რა ქვია, კონფერენცია ჩატარდა, როლანდი კვერნაძე მადლობა გამომიცხადა, რომ 3 დღის შემდეგ მხოლოდ მე შევძელი ქალის გადარჩენა და მშობიარობაო და ესე იგი ამით თავს იწონებდა. აი ეს მომესმა რომ დერეფანში აი ასეთი ფეხის ხმა და მისი ხმამაღალი საუბარი. ამის შემდეგ გარკვეული დროის შემდეგ მე გამიყვანეს დერეფანში და ვარ მიტოვებული დერეფანში. არ მოდის სანიტარი მესმის. ახლა რომ თქვა სანიტარი იძახოდაო, ასე არა, რა ვიცი მე სანიტარი იყო, ეგთანი იყო. მომესმა ქალი ხმამაღლამბოდა რა. ეუბნებიან, წადიო, გოგო, მიიყვანეო, გადაიყვანეო თავის ოთახშიო და მე რავა ჯიბეები, მიხატული კი არა მაქვსო. ბიჭო, მე ფული არ დამირეგებია, რისი თავი მქონდა, რომ ვინმესთვის ფული მიმეცა. ესე იგი დეიდაჩემა ვეჭობ, რომ დეიდაჩემი შემოვიდა და არიგა ფული. რატო გონიათ რომ რატო გონია? აი 4 წელი ხო გავიდა და 4 წელი ხო ვეხვეწები ჩემ დეიდაშვილს დამალაპარაკე დეიდაჩემი და ერთხელ შემახვედრა და თუ მოვასწარი თუ იტყვი მაგას როდის, მაგრამ ეხლა აი ცოტა ხნის უკან, სადღაც 3-4 თვის უკან ვეუბნები ჩემ დეიდაშვილს, რამდენჯერ გითხარი ინტერნეტის საშუალებით დამალაპარაკე დედაშენი. უთხარი რომ მაგი მეტი უბედურებაა, რო იმალები. უმჯობესია დამელაპარაკე და დამელაპარაკა. მაგას უთხარი მე რომ მე უთხარი დეიდაჩემო, ასე იყო შიგნით სანიტარი ყვირო და მე რავა ჯიბეები მიხატული კი არ მაქვს. ესე იგი დარიგებული გაქვს შენ ფული მეთქი, დაარიგე ფული და იმას არ მეცა რა ქნა იცი? საერთოდ რომა არც ადარდებს ამ ქალს. სიცილი დაიწყო. სიცილი დაიწყო. ესე იგი გაჩერდა დაფიქრდა და დაიწყო სიცილი, რომ იცინო და იმაზე რომ აი სანიტარს არ მიცა ფული და იგი ის როგორ იძახოდა რომ ისაო. მე რაო ჯიბეები მიხატული კი არ მაქვს. სიცილი დაიწყო. აქვე მინდა ერთ რაღაცაზე გავამახვილო ახლა ყურადღება. ანუ ესე გამოდის, რომ იმ შემთხვევაში თუ ექიმებს ფულს აძლევდი, ასე ვთქვათ, ჩაუგუჭავდი რაღაც გარკვეულ თანხას, არაოფიციალურ თანხაზე მაქვს საუბარი, ყურადღებას აქცევდნენ მშობიარეს და ნამშობიარებს, თუ არ აძლევდი დამატებით თანხას, ასე ვთქვათ, ხელზე ყურადღებას არ აქცევდნენ? არ ვიცი, მაგას ვერ ვიტყვი. აბა, ამ კამა რატო თქვა, რომ ჯიბეები მიხატული კი არ მაქვს? ესე იგი, ზუსტად მაგიდან გამომაქვს. მე ეჭვი რომ ფული დარიგდა იქ. იმიტომ რომ მე ფული არ იმას არ მისცეს. სხვებს მისცეს. იმას არ მისცეს და მაგიტომ არ მოგაქციათ მაგალმა თქვენ ყურადღება? აი ნახეთ აი მაგიტომ მიხვდი რომ მე ის იყო სანიტარი რომ მე მოვიდა, იმიტომ რომ მე ცუდად გავხდი დერეფანში და ასე უთხარი იქ ახლო მყოფებს რომ მოვიდეს გეხვეწებით მიმიყვანოს ოთახამდე და მე როცა შევძლებ დავდგები ფეხზე, გადაუხდი მაგას ფულს. ხო, ანუ ამას მე მოვიდა და გადამიყვანა საწოლში. ხო და მე იმის თქმა მინდა რომ მე ვიკითხე იქ და ჩემ ხალხს ფული არ დაურიგებია, არავისთვის არ მიუცია ფული და რატომ იძახდა ეს სანიტარი რომ მე რავა ჯიბეები მიხატული კი არ მაქვსო, სხვას თუ ურიგდებაო, მე არაო. ხო და ჩემ ხალხს წინასწარ ფული ექიმებისთვის არავისთვის არ მიუცია. მაგის გამოცდილებაც არ გქონდა ჩვენ, რომ ვიღაცისთვის ფული უნდა მიგვეცა, რომ ჩემთვის ყურადღება მიექცია თუ არა, მაშინ მე მან ნამდვილად გადავრჩებოდი. მაშინ ალბათ მე ნამდვილად გადავჭერ. ალბათ მომაქცევდა ვიღაცა მომაქცევდა ხო ის ყურადღებას. ბოლო იმ მკვდარ ბავშვს მაინც მოგცემდა ხო? მაგრამ დეიდა თქვენი ხო გინეკოლოგი იყო, მან არ იცოდა რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა? ყველაფერი იცოდა, ის პირველად ხო არ იყო იქ სამშობიაროში. ამასობაში მივედექით დეიდის ამბავს. ადამიანის, რომელიც იყო ძალიან ცნობილი გინეკოლოგი, რომელიც თქვენ საქმეში არ ჩარეულა, მეანი, რომელიც თქვენ საქმეში არ ჩარეულა, თქვენ თვალით არ გინახავთ, არ დასწრებია თქვენ მშობიარობას, არც მანამდე გინახავთ, არც მერე. თუმცა მაინც რაღაცა გარკვეული კონფლიქტი გაქვთ დეიდასთან და დეიდა გიჩივით. რატომ მოხდა ისე რომ დამნაშავედ ასე ვთქვათ, თვლით თქვენ ნათესავს? ნახეთ რა ხდება. ხომ დაამთავრდა ჩემი მშობიარობა. ჩვენ ხო შევეგუეთ ამ ამბავს, ვერ შვილი წავიყვანეთ, არ მოგცენ ცოცხალი დავით, არც მკვდარი და არც ცოცხალი.
როგორ გვანახებდნენ, მე როგორ მანახებდნენ ჩემს შვილს, როცა მე დავხედე პირდაპირ ჩემს შვილს და დაზეპიდებული მქონდა მისი სახე და ეხლაც რომ დამიდო 100 ბავშვის ფოტოსურათი ახალშობილის პირდაპირ დავადებ ჩემს შვილს ხელს რომელია იქედან ჩემი შვილი. მე ვინ მანახებდა ჩემს შვილს, ამიტომ იყო ის ომი რომ აღარ მანახეს უკვე და ამიტომ იყო სწორედ ის რომ ვეღარც მკვდარი მოგცენ, აღარ ცოცხალი. იმიტომ რომ მე რომ ნახავდი, ვიტყოდი ეს არ არის ჩემი შვილი. და დეიდასთან რატო აი რა ხდება, გავიდა 36 წელი და ვისმენ თქვენ ინტერნეტში ამბობთ, არც ერთ სამშობიაროს არ აქვს სასაფლაო და მე ამის მოსმენაზე გავიყინე. მანამდე არ იცოდი თქვენ არაფერი, არავითარ შეგუებული ვარ იმას, რომ ბავშვი გარდაიცვალა და მართლა არის სამშობიაროს სასაფლაოზე. და აი თქვენგან რომ მოვისმენე, რომ არც ეს სამშობიაროს არ აქვს სასაფლაო და ჯერ მუნდი ესე იგი მარტო ვზივარ და ნელ-ნელა მოვიდე გონს რომ ეს რას ნიშნავს ეს სიტყვები. ესე იგი თუ მართლა მოვისმენე ეს ჩემ თავს ვერ დავაჯერე და უკვე რომ მოდივარ აზრზე შენ უნდა იკითხო ამის შესახებ რა ხდება ეს რას ნიშნავს ეს სიტყვები და გიკავშირდები თქვენ. მაკვალიანებ თქვენ რაც უნდა გავაკეთო და რა იყო ეს თქვენი ნაბიჯები პირველი რა გააკეთეთ წახვედით იუსტიციაში ხوار მჯეროდა მაინც ეს დამაკვალიანა ყველა შვილმა და მივდივარ იუსტიციაში პირველი მაინც ეს გავაკეთე მივდივარ იუსტიციაში და რაც საბუთები მოვითხოვე იქიდან რა თქმა უნდა ვერ ღებულობ არ გაძლევს კანონი იმის საშუალებას ის ყველაფერი აიღო ვღებულობ პირველ იმას რომ ჩემი შვილის იმ ბავშვის შესახებ მოვითხოვე ესე იგი მოვითხოვე 9 აგვისტოს რადგანაც ვიმშობიარე მე 9 აგვისტოს 88 წლის 1988 წლის 9 აგვისტოს დაბადებული 9 აგვისტოს ვარ მეთქი დამშობიარები და ნახეთ თუ არის მაშინ დაბადებული ბავშვი ან დაბადების მოწმობა ან გარდაცვალების მოწმობა თუ არსებობს თამარა თუთბერიძის სახელზე და მაგათმა მომიძებნეს ის რომ 9 აგვისტოს არავინ არ არისო თამარა თუთბერიძე წერია დედად და წერია მკვდრად შობილი ბავშვი 8 აგვისტოს დაბადებული. წინასწარ. ესე იგი 9-ში ვიმშობიარე მე და წერია თითქოს და მე ვიმშობიარე 8-ში და ბავშვია მკვდრად შობილი. ანუ თქვენი ბავშვი გაჩნდა მანამ სანამ თქვენ იმშობიარებდით. ოფიციალური მონაცემებით გულისხმობ. ამდენი დრო გავიდაო და შეიძლება შეგეშალო. მე შეიძლებოდა დავეჭვებულიყავი მაგაში, შეიძლება მე შემეშალა 8-ში ვიმშობიარე და ნუ აღარ მიაქციეს ყურადღება ხარ, რადგანაც მკვდარი იყო ბავშვი, როგორადაც უნდათ ისე დაწე. არ შეიძლება ამის დავიწყება, იმიტომ რომ 9 აგვისტოს არის დაბადებული ჩემი ძმა. ხო. ყოველ წელიწადს რომ ჩემი ძმა დაბადებულია და ან ულოცავდა, ან არ ულოცავ, მაგრამ მახსოვს რომ 100-ია. პარალელურად ვარ საშინელ განწყობაზე, რომ 9 აგვისტოს დაიბადა ჩემი შვილი. კი ბატონო, სამშობიაროში მიბრძანდით სიმართლის წიგნის ამოსაღებად? აი რომ დამაკვალიანა ყველა შვილმა და იუსტიციიდან ესავიღე, შემდეგ მივდივარ სამშობიაროში. და რა საფუძვი იღებთ სამშობიაროში? ჯერ არ წავსულვარ სამშობიაროში, არ მქონდა მაგდენი მოთმინების უნარი. სამშობიაროში ვიყავი 2 თვეში. ხო, და რა წერია სამშობიაროში? მაქვს რა სამშობიაროს წიგნიდან მაქვს ასეთი რაღაც აღებული, რომ შესული ვარ სამშობიაროში მართალია ეს სიმართლეში ესაბამება 88 წლის 7 აგვისტოს. შემდეგ წერია ყველაფერი ტყვილი. მშობიარობა ფიზიოლოგიური, ბავშვი წონით 3 და 400, მაშინ მე გამომიცხადეს რომ 5 კილო ნახევარიაო და მკვდრად შობილი. იქაც ესე წერია. აი ასე წერია. ფიზიოლოგიური მშობიარობა, წონით ბავშვი 3 და 400, ბიჭი და გაწერილი 13 თებერვალს და ხელს არ აწერს არავინ. გაწერილი თქვენ. მე გაწერილი 13 თებერვალს და არ წერია იქ მკვდარი წაიყვანა, ცოცხალი წაიყვანა არა. მხოლოდ მშობიარობა და ნაყოფი მკვდარი. ამ დროს მკვდრად შობილი არ დაბადებულა. ცოცხალი და ცოცხალი ტიროდა და სულ ტირილი გაიყვანეს სამშობიარო ბლოკიდან. და თარიღი ემთხვეოდა იუსტიციის აღებული საბუთის თარიღს. კი, იწერია რომ 7-ში შევიდაო და 8-შიო იმშობიარა. და იქაც დაბადების მოწმობაა შედგენილი, სადაც წერია სახელის ადგილზე მკვდრად შობილი, გვარის ადგილზე არა
ხო, თუთ ვერ იცე. ყველაზე უცნაური ის არის, რომ დედას არ აქვს იმის უფლება, რომ გამოითხოვოს საბუთი თუ ვინ დაარეგისტრირა მისი შვილის დაბადება. ანუ ვინ გადასცა დაბადების მონაცემები და ვინ გააფორმა ბავშვის დაბადების მოწმობა, ამის მოთხოვნის უფლება ოფიციალურად დედას არ აქვს. რომ მოითხოვოს, არ გასცემს იუსტიცია ამ საბუთს. ნახეთ, ხდება 3 წელი იუსტიციაში ერთი და იგივე შეკითხვა ვატრიალე მაგასთან დაკავშირებით. 3 წელი რომ დამინახავენ, იციან უკვე ვინა ვარ და რაზე მივდივარ და ბოლოს მივადექი იმ შეკითხვას, ესე იგი მილიონი შეკითხვა მაქვს და მილიონი ფურცელი აღებული ხო? და ვიცი უკვე დაბადების მოწმობას აქვს 720 ნომერი სააქტო ჩანაწერი. ეს ვიცი. ამ მონაწერს იქიდან ასლს არ მაძლევენ და მივედი უკვე იმ შეკითხვამდე რომ აწერს თუ არა ხელს ვინმე ამ სააქტო ჩანაწერს და ავიღე магის საბუთი რომ ხელს არ აწერს არავინ. აბა რანაირად? ესე იგი, რანაირად დარეგისტრირდა? ბავშვ დაბადებას არ აწერენ სამშობიაროში სიმართლის წიგნში, მის დაბადებას წერია და აიბადა და 3 და 400 წონით, ბიჭი ფიზიოლოგიური მშობიარობა გაწერა 13-ში დედის, ხელს არ აწერს არავინ. მის დაბადების მოწმობას ხელს არ აწერს არავინ და დაბადების მოწმობის სააქტო ჩანაწერს 720 ნომერს ხელს არ აწერს არავინ. ხო, და რანაირად შეიძლება რომ აი თავის დროს ეხა დღევანდელ თანამშრომლებზე არ არის საუბარი თავისთავად, იმიტომ რომ დღეს იუსტიცია გასცემს იმას, რაც ოდესღაც შედგა. და 98 წელს რა საბუთი დარეგისტრირდა და ის გასცა დღეს იუსტიციამ, ანუ იუსტიცია თავისი ნებით, ასე ვთქვა და თავის მითი გადმოსახედიდან არ მოქმედებს. თუმცა აი 1998 წელს რანაირად მოხდა დარეგისტრირება ისეთი რაღაცის, რაც არავის არ დაურეგისტრირებია, ამაშია საქმე. დეიდამდე როგორ მივედით, ანუ როგორ აი ნახეთ დაიძაბა თქვენ შორის ურთიერთობა. იუსტიციაში რომ ავიღე მე პირველი საბუთი რომ 8-შია დაბადებული და არა 9-ში, უკვე სამშობიაროში ქუთაისში ჩასვლას აღარ დაველოდე, მაგი მოხდა უკვე შემდეგ პირდაპირ უკავშირდები, მეთქე უკვე ეს ხო პირველი წერტილი იყო იმისა, რომ აქ რაღაცაში არის საქმე, იმიტომ რომ არ წერია 9-ში დაბადებული. პირდაპირ უკავშირდები იტალიაში მყოფ იმ დეიდას, რომელიც მუშაობდა სამშობიაროში. და რაო? და ნახეთ, ურეკავ სოციალური საშუალებით, მესენჯერის საშუალებით, ხო? გამითიშა. რამდენჯერ დაურეკე, იმდენჯერ გამითიშა. მაშინ გავხდი იზოლებული, მიმეწერა. მე რა ვიცი ახლა რა მაფიქრებიებს იმას, რომ დეიდა ჩემი თუ რამე საქმეშია და საერთოდ თუ რამე იცის. დეიდასთან დარეკეთი უბრალოდ იმიტომ რომ გაგერკვიათ დეტალები და რაღაც დაგესუსტებინათ, ხო? რისთვის ვრეკავდი? ნახეთ, რა მინდა, ესე იგი, რატო წვრილმანდები ასე აბსოლუტურად ყველასთან, ამის შემდეგ ვისთანაც ვიყავი მისული, იგივე სიტყვებით მიმართავ. გვექნეს მშვიდობა, დამეხმარეთ მომაძებნიენ შვილი, გვექნეს მშვიდობა, რაც არ უნდა კონდეს ვინმეს გაკეთებული. არ ესმით ამგეს ტყბილი სიტყვა. ნახეთ, პირველი სიტყვა რაც იყო მიმართე დეიდაჩემს იყო ეს, მივწერე. დეიდაჩემო, მიშველე, მგონი ჩემი შვილი ცოცხალია, შენ ვინ დაგიდგება წინ, მიმყევი სამშობიაროში, ამომაძებნიე წიგნებში ჩემი შვილი, საჩუქრებს დავარიგებ, არ შეგარცხვენ, არ ვიყვირებ, ესე იგი რომ იყვება და ხო არ გადარევ ექიმებს, ამდენი ხნის მაგის ნაცნობებს, არა და ხო არ შეუქმნე პრობლემას და უთხარი, საჩუქრებს დავარიგებ. ჩუმად ვიქნები, რაც არ უნდა იყოს მომხდარი, ოღონდ მაგის შვილის ნახვა. გონია ჩემი შვილი ცოცხალია თქო. და ამაზე პასუხი მოდის რა? მირეკავს მაშინვე მისი ქალიშვილი და მეუბნება. ელიდა ცუდად არის, წნევას ვერ იგდებს და შემოგითვალა. მაინც არაფერს არ ვეტყვი თავი დამანებოს. ეს მიმოწერა თქვენ შენახული გაქვთ? საუბედუროთ არა. ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე პრობლემები დედებთან, რომლებსაც უნდათ რომ ჩვენ დავასახელოთ გინეკოლოგების სახელები და გვარები და არ ესმით რატომ არ ვამბობ მან სახელების და გვარებს. პირველ რიგში, იმიტომ რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, ანუ სანამ სასამართლო არ დაადასტურებს რომ ის ნამდვილად დამნაშავეა, ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება რომ მასზე ვთქვათ რომ ის არის დამნაშავე, ეს ერთი. მეორეც ერთი. საქმეები არის ხანდაზმული, რის გამოც ვერ ხდება საქმის წარმოება და გამომდინარე იქიდან რომ არის ხანდაზმული, ვერ მტკიცდება მათი ან დანაშაულებრივი ქმედება, ან დანაშაულობა, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ იმ ადამიანებზე ვამბობთ რომ ის არის დამნაშავე, რადგან მათი ქმედება არ მტკიცდება, ამიტომაც ჩვენ
გვიჩივიან აქეთ რომ ჩვენ ცრუ ბრალდებას ვახორციელებთ მათ მიმართ. ყველაფერი განსაზღვრული მაქვს და აგიხსნით მაგას. აი იმიტომ მინდა დავასრულო. კი ბატონო. მე არავის არ ვადებ ხელს, ეს დამნაშავეა. თუ ახსენებ და ვარ გაბრაზებული თაისაკ ძელიძეზე, მაგას იმაში კი არ ვადანაშაულებ, მოიპარე და გაყიდე შვილი. მე რაც ვიცი, მაგრამ ხმამაღლა მაგას კი არ ვამბობ. თაისაკ ძელი ხო ვახსენე წეღანაც. არავინ ცუდად არ მომხრობია, მხოლოდ თაისაკ ძელიძეს ვადანაშაულებ იმაში, რომ შენ ისედაც გასწორებული ვიყავი მიწასთან და ასეთი მოპყრობის უფლება შენ არ ქონდა, ზურიკო მურღულიამაც მოგცა იქ შენიშნა. ურეკავ მესამე დეიდას საქართველოში მყოფს, რომ დეიდა ჩემო გამარკვიე რა ხდება და აი მაშინ ამბობს დეიდა ჩემი. მართალიაო, შვილო, მართალიო, შენ თუ მოგდიო რა გამოვიდაო დაწყნარდიო? ამდენი ხანი სად ვიყავი? შენი შვილი გაყიდა, ჩემა დამო. მართალია, აბა, ჩემი შვილი ცოცხალია თქო და მართალიო, აბაო სადამდე უნდა ვინახოთ ახლა ეს საქმე. დედა შენის გარდა მისმა სამმა დამ იცოდა რომ შვილი იყო გაყიდული. ეს საქმე ხანდაზმული არ არის. არ არის ეს საქმე ხანდაზმული. ეს ნამდვილად ვიცი. ავიყვანე ტაქსი, ავედი სახლით ჩემთან, თამოყრილები იყვნენ დედაჩემი, ჩემიდები, ჩავსვით, წავიყვანეთ, ჩავედით, მივედით მის სახლთან, ჩამოვდივართ. ორი ჭიშკარი აქვს. ერთია სახლიდან მოშორებით არ ჩამოვედით იქიდან, რომ მინდოდა ჩვენი სახეები დაენახა იმ პატარა ჭიშკართან. სახლთან ახლოს რომ მიმხვდარიყო, რომ ჩვენ იქ მისულივართ მშვიდობიანი გზით. დაუძახე, დავინახე, რომ ბოსნეულს არჩევდა. გარეთ რო დავინახა, წამოხტა და შევარდა სახლში. თურმე მაგენს ქონია ეზოში დამონტაჟებული ვიდეო კამერა. ეს იგი აქედან გამომდინარე, იგი შევიდა ვიდეო კამერის ჩასართავად, ხო? თვითონ იძახის, რომ გამოვიცვალეო, რა ტანსაცმელიც ეცვა, რომ იჯდა არჩევდა ბოსნეულს, იმ ტანსაცმელით გამოვიდა სახლიდან. ეს ჩვენში ვთქვათ ახლა ჩავთო კამერა ჩავდივართ ნელა მე მივდივარ წინ უკან მომყვება დედაჩემი და ჩემიდები კრანთან იყო დიდი ნაჯახი იღებს მაგას და გადად უსაშველო კივილი ანუ დეიდა თქვენი გამოგეკიდათ ნაჯახი დაგჩეხავთ გადადით ეს იყო სერიოზული რაღაცა რომ ნამდვილად დაჩეხვის ისა და ამის შემდეგ გაიხედა ვარიანტისკენ ალბათ ეხლა ვფიქრობ, არ გამოჩნდეს ეს დიდი ნაჯახი იქა, წავიდა უკან გადააგდო უკან ეზოში და გამობრუნდა იღებს პატარა ნაჯახს. გადადით აგრძელებს შევკრი მეზობლებს დაგჩეხავთ, გაჩერებულიო და აი შემეშინდა ნამდვილად რომ არ დაჩეხოს დედაჩემი 78 წლის კალი და ამ ჩემ საქმეზე წამოსული ეს ხალხი ხო ჩემ თავს არ დავეძებ ესენი არ დაჩეხოს უდგები მე ამგეს წინ და ამაზე გამწარდა ეს უარესად ეს იგი ვიდეოში აქამდე ჩანს ყველაფერი ჩანს ის რომ ვიგერიებ მაგას არ წამოვიდეს არ დაჩეხოს ესენი ამგენი ჯავრი მეტად მაგ ვინემ ჩემთან განწირული მყავს ჩემი თავი და ამ დროს დააგდო ეს პატარა ნაჯახი, რადგანაც მე ხელს ვიგერიებ ასე და არ მეშინიას ნიშნავს, აქ არ წამოხვიდე და მეტაკათმებში. ჩანს ვიდეოში მივდივარ, ვდგები ჭიშკართან სადღაც 10-15 მეტრში და როგორც კი მივდივარ იქ, ტრიალდება, იღებს ხიდან ჩამოხსნა იატაკის საწმენდი რკინის ჯოხი, ურტყამს ჯერ ჩემდას, ერთს მერე ჩემ დედას მწარე თავში ისე რომ წაიქცა, მე გაშეშებული ვარ. ესე იგი ისე სწრაფად ტრიალებს ეს კალი და აკეთებს ამ ყველაფერს, რომ აზრზე ვერ მოდიხარ, გონზე. დგავარ გაშეშებული. რამდენი წლის არის ეს კალი? შემზე 7 წლით უფროსი. მე ვარ 59 ეს 66 66 წლის გამო 4 ადამიანი რო გზემოთ ვაიმე მაგას გვისვამ შეკითხვას 4 ადამიანს მოგერია ჩვენ მოსარევად რო ყოფილიყავი ვისული რა მინდოდა მე ეს ხალხი მე ვერ მოვერეოდი დეიდა ჩემს გამორბის მესვრის პლასმასის ბოსნეული სავსე ვედრები ზურგში ფეხში მორბის კიდე ჩემგან და საოცრად გაცოფებული გადამიგრიხა ეს ხალი და ეს მთლიანად ჩაიდო პირში და კბენს ამაზე სურათ იმ წუთში გადაღებული მიზღობესთან და ამის შემდეგ ძლივს დავიხსენი ხელი მაგრამ არც მაშინ არ შევხებივა ამის ფოტოები და ამადასტურებელი ფაქტები ყველაფერი გაქვს და საქმეში ძდევს პოლიციაში ვიდეოში იდო მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ნაჯახით რო ტრიალებს დეიდა ჩემი ისაა და დანარჩენი გაქრა ხო გაქვთ ეს ფოტოები და მასალები და დაკმენილები რო ხართ აბა რა დაურეკა მის ქმარშვილს მოდის მისი ქმარშვილი და მეორე ინციდენტი ხდება იქ როგორ მოდის მისი ქალიშვილი რო შევხედე ტელეფონებით მოვიდნენ და იღებენ ყველაფერს მეთქე ამოიღე ტელეფონი შენც გადაიღე რა იქნება ამგერბად რა დაგწყვიტონ აქ ამოვიღე ტელეფონი ვიღებ ამ ყველაფერს ჩქარჩქარავყვები დროში ჩავეტიო და მოდის ქალიშვილი მიუხედავად იმისა რომ მე ვიღებ შენ რო რას ქვია მაგას იღებო
აქ რაც ხდებაო, ვინ მოგცა მაგის უფლებო მირტყამს გულში ხელს და გადამაგდები ეს ტელეფონიც გამიტყდა იქ, მე ხო ეს დამართა, შენ დედაჩემი გაგილახიაო. ტყუილია ვეუბნები და ისმის ვიდეოში და ჩანს კიდევაც რომ ტყუილია მე დედა შენისთვის არაფერი. ეხლა რეალურად საქმე რა ეტაპზეა? იმათმა გიჩივლეს თქვენ? აი ნახეთ რა ხდება. წავიდა წყალტუბოს პოლიციაში და წაიღო ეს ყველაფერი, შეიტანა. და რა საქმე გაიხსნა? რა მუხლით არის ეხლა საქმე ეხლა რა აღწრული? ხდება? წაგვიყენეს ბრალდება ჩვენ რომ მივედით შევკითხავთ. ბავშვზე რა ხდება? მოძებნილია ყველაფერი, მოძებნილია გამომძიებელს რაც დავავალე, მოძებნილია, ესე იგი, მკვდრაჩობილი ბავშვი 7-დან 9 ჩათვლით დაბადებული 10 აგვისტოსაა დარეგისტრირებული და 7-დან 9 ჩათვლით კიდევ 2 ბიჭია დაბადებული, რომელიც 10 აგვისტოსაა დაბადებული და ვეჭვობთ რომ ამ 2 ბავშვიდან შეიძლება იყოს ერთი ჩემი. აი ეს არის მიზეზი, რატომაც დედებს ვერში აქვს არჩელი და რატომაც ვერ ხდება გამოძიება. არა, რამდენი ომის თავი. იმიტომ რომ ომის თავზეც არ არის, ანუ რეალურად ვერ ამტკიცებენ სიმართლეს და აქეთ ხდებიან თავდასხმის ობიექტები და უწევთ აქეთ პასუხის გაცემა იმ დანაშაულებზე, რომელიც მათ არ ჩავდენიათ და დანაშაულები რაც მართლა არის ჩადენილი, სამწუხაროდ გამოძიებული არ არის და ვერც ვერან ვერ იწიებს. ამიტომაც არ ვის მართლა რა უნდა გითხრათ, ორი სიტყვა მათქვევი ძალიან გქონდ. ორი სიტყვა და რა? 88 წელს 7 აგვისტოს დაბადებულად წერიხარ და 10 აგვისტოს დარეგისტრირებულად. 2-ია ასეთი ბიჭი და 2-ვეს ბოდიშვიხდი, 2-ვე ხო არაა ჩემი შვილი, არა? არ გირღვევ სიმყუდროვეს, არ ვაფუჭებ არაფერს, როგორ ცხოვრობდით, ისე იცხოვრეთ, ერთადერთი მაინტერესებს ჩემი შვილი, დავინახო, სიკვდილამდე მომესროს მისი დანახვა და რა გზას ადგას, თუ არა გზას, ადგას კარგ გზას, მე დავაყენო ჩემი შვილი კარგ გზას და შენ გყავდეს და იმ კარგ გზაზე დაყენებულმა შვილმა თავის ენერგია და დაშრომი მოგახმარო შენ და იცხოვრეთ კარგად. უარეს დღეშია ჩემი შვილები 2 შენი და რომელიც ელოდება შენ გამოჩენას. შემეხვიანე გებუდარები. თუ შეგიძლია. ჩვენ ამით არ ვასრულებთ, იმიტომ რომ მუდმივად გვაქვს ჩვენ კონტაქტი, ჩვენ მუდმივად გვაქვს ურთიერთობა, საუბრები, სასამართლოს მერე აუცილებლად გავისაუბრებ და ვნახოთ როგორ დამთავრდება, როგორ გაგრძელდება, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ბავშვი ცოცხალია და თუ ის არ დაბადებულა გადასულას, ჩვენ მას აუცილებლად ვიპოვით. თქვენც ხო იცით რომ ვიპოვით. ხო გაქვთ ამის იმედი. მე თქვენთან ვალში ვარ, რა მადლობა უნდა გიხადო. ეხლა ადამიანს რა მადლობა უნდა გადაუხადო, ისე რომ შვილი გიპოვა და დაგიბრუნა. არაფერი მადლობა. მე ვარ მთელი ცხოვრება თქვენ ვალში. შვილი დამიბრუნეთ. აუცილებლად ვიპოვით. აუცილებლად. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. დღეს ესეთი ემოციური პოდკასტი გქონდა. რამდენიმე დღით დაგემშვიდობებით დროებით.